გამარჯობა, მადლიდან მშვიდობა თქვენ. Ეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევანგელურ ეკლესია ქრისტე ცოცხალის გადაცემაში. ეს არის ევანგელურ ქრისტიანული გადაცემა ეკლესიისა, რომელიც ბოლო პროტესტანტული რეფორმის ნაწილია. მოგეხსენებათ, რომ პირველი პროტესტანტული რეფორმა ძირითადად რომის ეკლესიის წიაღში მოხდა. უკანასკნელ ჟამს ღმერთი ახორციელებს უკანასკნელ რეფორმას. დრის იმისთვის რომ ხალხმა იცხოვროს ღვთის ჭეშმარიტებით. მე ვარ მოციქული მიგელ ანჯელო და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავს ღმერთი სუვერენულად ყველაფერს ჩვენს ცხოვრებაში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ეს არის უდიდესი სიხარული, პატივი და პატივისცემა, რომელსაც თქვენ ანიჭებთ ჩვენს მსახურებასა და ჩემს პირად ცხოვრებასა. მოციქული წმინდა პეტრე წერს თავის პირველ ეპისტოლეში. თქვენ იცით, რომ ეპისტოლეები იყო მოციქულების მიერ დაწერილი წერილები. მოციქული არის ხუთი მსახურებიდან ერთ-ერთი. ღმერთმა აღადგინა მოციქულები, წინასწარმეტყველები, მახარებლები, ცხენსები და მოძურები. სწორედ ასე უნდა იმართებოდეს ეკლესია, თქვენი ეკლესია, მოციქულების, წინასწარმეტყველების, მახარებლების, ცხენსებისა და მოძურების მიერ. რა თქმა უნდა, თითოეულს აქვს მსახურების თავისი ცუდომა. თითოეულს აქვს თავისი სფერო, როგორც პავლე მოთხრა კორინთელებს, მოქმედების სფერო და ასე აკეთებს ღმერთი თავის საქმეს, თავის სამეფოს, აქ, დედამიწაზე. მაშასე, მინდა გესაუბროთ პეტრეს ამ პირველი ეპისტოლეს შესახებ, როდესაც ის ამბობს პირველ თავში, პირველ და მეორე მუხლებში. პეტრე, იესო ქრისტეს მოციქული, რჩეულებს, რომლებიც ხიზნები არიან. ამიტომაც ეკლესია სხვადასხვა რეგიონში იყო გაფანტული, რადგან ხალხს რელიგიური დევნის გამო ხშირ შემთხვევაში იძულებით უწევდა საკუთარი საცხოვრებელი ადგილების დატოვება და სხვაგან გადასახლება. ამიტომ ის ამბობს, გაფანტულ ხიზნებს პონტოში, გალატიაში, კაპადოკიაში, აზიასა და ბითვინიაში. ამიტომ ის შეხედეთ, ადამიანები, რომლებიც ამ ადგილებში წავიდნენ, რომლებსაც ღმერთმა დაუშვა, რომ გაქცეოდნენ მსჯავრს დევნას. ურადდება მე მაქვს თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი. ის ამბობს, რჩეულნი მამა ღმერთის წინასწარმეტყველებისამებრ, სულის განწმედით, მორჩილებისა და იესო ქრისტეს სისხლით გაფკვრებისთვის, მადლი და მშვიდობა მიგეზარდოთ. ეს მუხლები უაღრესად მნიშვნელოვანი და ფასეულია ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის, რადგან პეტრე მოციქული პირდაპირ ამბობს, რომ ამ წერილის მეშვეობით ის მიმართავს და წერს გაფანტულ ქრისტიანებს. და ის ამბობს შემდეგს, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, ჯვაროსნო მეგობრებო, რომ თქვენ ნამდვილად რჩეულნი ხართ, რადგან თავად ღმერთმა აგირჩიათ და გამოგარჩიათ თავისი წმინდა წინასწარმეტყველებისამებრ. ამიტომ პირველი რაც მინდა გიქრათ, არის ის, რომ არჩევას, წინასწარ განსაზღვრას, მოწოდებასა და გამართლებას ადამიანის სულილი არ აქვს. ვინც წინასწარ განსაზღვრავს, მოუწოდებს, ამართლებს და ადიდებს, არის ურფალი. არა ადამიანი. რატო? იმიტომ რომ ადამიანი იესოს გარეშე, გვდარია ცოდვებსა და დანაშაულებებში. აირის ხელმწიფებათა მთავარი აბრმავებს მას. ის ხვების მსგავსია, რიცხვის შვილის მსგავსი. მაშინ რომელი ადამიანია ის, ვისაც აქვს უნარი თქვას, მე ვიჟებ, იმიტომ რომ მინდა, იმიტომ რომ მე გადავწყვიტე. არც ერთ თავისუფალი ნებარო ყოფილიყო ერთ რამის გეტყვით. არც ერთი ჩვენგანი არ იქნებოდა ეკლესიაში, არც ერთი ჩვენგანი არ იქნებოდა გადარჩენილი, რადგან ადამიანის ხორციელი ბუნების მიდრეკილიობა სულის წინააღმდეგ ბრძოლა. მაშასადამე, მოციქული პეტრე თავის ეპისტოლეში მიმართავს გაფანტულებს და განუმარტავს მათ, რომ ხოვლის შემძლე ღმერთმა თავისი უსაზღვრო სიბრძნითა და აბსოლუტური უზენაესი სუვერენიტეტით ჯერ კიდევ დასაბამიდანვე უცხოდა და წინასწარ იცოდა, თუ ვინ იქნებოდა მისი რჩეული და ვინ იქნებოდა საბოლოოდ გადარჩენილი. ეს ჭეშმარიტება, რომელიც ღვთის განგებულებაზე მიგვანიშნებს, მართლაც რომ უაღრესად დიდებული და შთამბეჭდავია ჩვენი სულისთვის. იმის ცოდნა, რომ მე აბსოლუტურად არაფერი გადამიწყვეტია, რომ მე ვარ ის, ვინც ვარ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლით. ასე მიმართა პავლემ გალატელებს. მე ვარ ის, ვინც ვარ, მადლით. ეფესელებს ისე უნდება, მადლით არ გადარჩენილნი რწმენის მეშვეობით. ეს თქვენგან არ არის, ეს ღვთის ნიჭია.
მაშასადამე თუ დღეს მე პასტორი ვარ გადარჩენილი, ეს იმიტომ რომ ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა ეს ჩემს ცხოვრებაში. მაშასადამე ჩვენი არჩევა, ჩვენი რჩეულობა არ ყოფილა დაფუძნებული ადამიანურ დამსახურებაზე. არა, ეს არ არის, იმიტომ რომ მე მაქვს რაიმე თვისება, რაიმე ნიჭი, რაიმე ადამიანური დამსახურება. არა, ღმერთი უბრალოდ ირჩევს იმას, ვისაც სურს, როგორც სურს, როცა სურს და ვისთანაც სურს მუშაობა. ეს თიხაზე არ არის დამოკიდებული. ეს მეთუნეზეა დამოკიდებული. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გქონდეთ ეს ცოდნა, რომ ჩვენს არჩევას, ჩვენს რჩეულობას, ჩვენს ხსნას არაფერი აქვს საერთო ადამიანურ დამსახურებასთან. სხვათა შორის, მარტინ ლუთერი და ჟან კალვინი, დიდი რეფორმატორები, ამას ამბობდნენ. თუ ადამიანი ფიქრობს, რომ მას რაიმე წვლილი მიუძღვის ხსნასთან დაკავშირებით, მან არ იცნობს ღმერთს და არც მის სიტყვას იცნობს. ეს არის თავად ღმერთი, რომელიც თქვენს გულს ელაპარაკება. მაშასადამე ეს არ არის დაფუძნებული ადამიანურ დამსახურებაზე, არა, მაშინ რაზეა დაფუძნებული? ღვთაებრივ მაღლობზე. მადლი ხარჯ გადარჩენილ რწმენის მეშვეობით. ეს თქვენგან არ არის, ეს ღვთის ნიჭია. ამიტომ ღვთის მარადიული განზრახვების ფარგლებში ის ავალებს პეტრეს მის წეროს ეკლესიებს, ანუ იმ ძმებს, რომლებიც კაფანტუნი იყვნენ, უცხოტომევი იყვნენ კაფანტულობაში, გალატიაში, კაპადოკიაში, აზიასა და ბითვინიაში. თავდაპირველად მათ შესაძლოა ეფიქრათ, რომ დაკარგულები იყვნენ, მიტოვებულნი და რომ ღმერთი მათზე აზრულავდა. ღმერთი იყენებს პეტრეს და ამბობს: უთხარი მაშინ ამ ძმებს, რომლებიც გაფანტულნი არიან, რომ ისინი ჩემი რჩეულები არიან და რომ ისინი ჩემი წინასწარ ჩოდრის მიხედვით იქნენ არჩეულნი. მე ვიცი ვინ არიან ისინი. მათი სახელები ჩემს ხელისგულებზე მაქვს ამოტვიფრული. მათი სახელები სიცოცხლის წიგნშია. მაშასადამე ეს მონაკვეთი ჩვენთვის 21 საუკუნეში ხაზს უსვავს ღვთის ხსნის საქმის სამ ელემენტს. რომ გითხულობთ, ადამიანი იესოს გარეშე მკვდარია ცოდებებსა და შეცოდებებში. ადამიანი არ ეძებს, ადამიანაა ისეთი, ვისაც ამის უნარი შესწრებს. პავლე ამბობს, რომელთა მიმართ წერილში ნება მომეცით, ეს მუხლი ძალიან მიყვარს, რომელთა 3:10. აი ნახეთ. გთხოვთ, თვალი მიადევლით აქ. ის ამბობს ასე: როგორც წერია, არ არის მართალი არც ერთი, არ არის გამგები, არ არის ღვთის მძებნელი. ყველამ გადაუხვია, ერთიანად უარჯისნი გახდნენ. არ არის კეთილის მოქმედი, არც ერთი არ არის. მაშასადამე ადამიანი არ წყვეტს. მოციქულო, მაგრამ მე ხოვებთვის მესმოდა, რომ ადამიანს აქვს თავისუფალი ნება. დიახ, თავისუფალი ნება, მაგრამ არა ხსნისთვის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არ იქნებოდა ღვთის წინასწარ ცოდნა. ეს იქნებოდა ადამიანის გადაწყვეტილება. ადამიანს აქვს თავისუფალი ნება. აი დღეს მე ლუჩ კოსტიუმს ჩავიცემ. მე გადავწყვიტე. მინდა რამე ვჩამო, მე ვიღებ გადაწყვეტილებას. მინდა წავიდე ასეთ და ასეთ ადგილას. ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. მაგრამ რაც შეეხება ხსნას, არა. ამიტომ ღმერთი საუბრობს პირველ რიგში ღვთის წინასწარ ცოდნაზე, წინასწარ არჩევაზე. ეს ჩემთვის უბრალოდ რაღაც ისეთი ძვირფასი, ისეთი ამაველებელია. იმის ცოდნა, რომ ღმერთმა, როცა მამა ჩემი და დედა ჩემი ერთად იყვნენ და მე ვიქმნებოდი დედის საშოში. იმ მომენტში მე უკვე აღარ ვიყავი მხოლოდ ამილქარის და ქალბატონი ლაურას შვილი. მე ვიყავი ღვთის შვილი, ვიყავი წინასწარ არჩეული. როცა დავიბადე ცხრად, ისე რომ არ ვიცოდი. მე ამ ყველაფრის შესახებ არაფერი ვიცოდი. 21 წელი კათოლიკე ვიყავი. არაფერი ვიცოდი. ეკლესიას არასდროს კათოლიკურ ეკლესიას 21 წლის განმავლობაში არასდროს უსაუბრია ჩემთან ღვთის სიდიადეზე, ღვთის წინასწარ ცოდნაზე, ღვთის ხოვლის შემძლეობაზე, ღვთის ხოვლის მცოდნეობაზე. არა. არასდროს. ხოდა მეგონა რომ მე ვიყავი ის, ვინც ღმერთის ძიება გადაწყვიტა. მაგრამ აბსოლუტურად უნარო ვიყავი. არავინ არის ერთიც კი, ვინც სიკეთეს აკეთებს, ვინც ირჩევს, ვინც ამბობს. ამიტომ ეს ღმერთი უნდა იყოს. თავისი წინასწარ ცოდნით ღმერთმა წინასწარ აგვირჩია. ის აქ ამბობს არჩეული ღვთის წინასწარ ცოდნის მიხედვით. მეორე, ის საუბრობს სულის განწმენდაზე. ეს ნიშნავს, რომ სული წმინდა, ალილუია. ღვთის სული მოქმედებს რჩეულთა ცხოვრებაში. როდესაც ჩვენ სულის მიერ ღმერთისთვის ვიყავით გამოყოფილნი, ეს ძალიან საინტერესო რამაა.
ჩემ შემთხვევაში აქ უკვე ბევრჯერ მომიყოლია. ეს იყო ალარია, ანგოლაში, ჭარში ვიყავი მგზავრობისას, 2 მანქანის შეჯახება. მოხდა აფეთქება, ჰაერში ვისროლე 7 მოტეხილობა მქონდა მარცხენა ფეხზე, ცვილზე ბარძათზე 2 ბარძახის ძვალი, კუდუსუნი, მენჯი, მკლავი, სახე. 2 წელი გავატარე სამხედრო ჰოსპიტალში. 20 ოპერაცია გავიკეთე და სინამდვილეში ეს იყო ჭურჭელი, რომელიც მთლიანად დაიმსხვრა და რომელიც მეკეცემ თავისი კუსთხეულით, წმინდა და მოცხალე ხელებით თავიდან შექმნა. სულის განწმენდა ნიშნავს იმას, რომ ღმერთმა იმუშავა ჩემს სულზე, რადგან მე რჩეული ვიყავი, რადგან მან წინასწარ ამირჩია. მან წინასწარ აგირჩია შე. არა, ეს არ მომხდარა, ახლა აღოფილა ახალი ამბავი, ეს არ არის ისეთი რამ, რაზეც ერთ დღეს გაიღვიძე და თქვი, ფრეს არის ის დღე. არა, ეს არის ღვთისმსრულყოფილი გეგმა, რომელიც წინასწარ იყო განსაზღვრული. სამყაროს შექმნამდე ღმერთს უკვე შექმნილი ჰქონდა ჩვენი სული, რომელიც შემდეგ დედის საშოში ჩადო, რომელმაც უფლის რჩეული შვა, რადგან მან ის აირჩია. სულის განწმენდა არის ღვთის საქმე, რომელიც ჩვენს ცხოვრებას წმენს, არა? ამიტომ მორწმუნე მორჩილია. მას აქვს მორჩილება და სისხლით ხურება. ხო ასეა. შეხედე, რას ამბობს უფლის სიტყვა. მოჩინება და კრისტეს სისხლით ხურება. ეს ნიშნავს, რომ მოჩილება დღეს შემიძლია ვთქვა. მე უფლისა ვარ, მე ღვთის გზაზე ვდგავარ, მე სულიერ გზას ვიხვები, რადგან მოხდა ხურება. ანუ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს სისხლის გადმოსვლა. ამიტომ არის მორწმუნე მორჩილი ღვთის მოწოდებისადმი და განწმენდილი იესოს სისხლით. ამიტომ ერთადერთი რამ, რაშიც შეგიძლიათ აბსოლუტურად დარწმუნებული იყოთ, არის ის, რომ თუ გხავთ იესო უფლად, ან აღიარებთ მას დღეს, მთელი გულით გწამთ, რომ ის მოკვდა და აღდგა, რომ ის არის უფალი, ეს ყველაფერი ღვთის წინასწარმცნობიერების ნამოქმედარია. ეს არის მოსჩილების ნამოქმედარი, რომელსაც ჩვენ ახლა თავისუფლად გამოვხატავთ და ეს არის ქრისტეს სისხლით ხურების ნამოქმედარი. იესოს სისხლით. გამოცხადების წიგნში წერია, მათ ძლიეს მას კრავის სისხლით. ამიტომ სიტყვა წინასწარმცოდნეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის მოდის ბერძნული ორიგინალიდან, პროგნოზის. დასნიშნავს პროგნოზი. მან თქვა, რჩეული წინასწარმცოდნეობის ამედო. ეს არ არის თავისუფლების მიხედვით, არ არის იმ გადაწყვეტილების მიხედვით, რომელიც მე მივიღე, რადგან არავინ არის არც ერთი, ვინც ეძებს, ვინც ესმის, ვინც სიკეთეს აკეთებს. ან არსებობს არცებთ. ვერავინ გადარჩებოდა. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს საქმე რო არა, ვერავინ გადარჩებოდა. მას შესაბამე პროგნოზის, ანუ წინასწარმცოდნეობა ნიშნავს ღვთის წინასწარმცოდნესა და განსაზღვრებას. ამიტომ პროგნოზის მთავარი იდეა მხოლოდ ის კი არ არის, რომ ღმერთმა იცოდა. ხანდახან მესმის ხოლმე ადამიანებისგან, ღმერთმა იცოდა. ამიტომ ბევრი ამბობს კიდეც, რატო უკადაგებთ სახარებას? რატომ ხარჯავთ ფულს რადიოში, ტელევიზიაში, სატელიტში, მედიაში? რატო? თუ მეცმა უკვე იცოდა. საქმე ის კი არ არის, რომ ღმერთმა იცოდა. ეს ძალიან ეს ღმერთის შეზღუდვა იქნებოდა. მან იცოდა. პროგნოზის იდეა ის კი არ არის, რომ ღმერთმა იცოდა მომავალი, არამედ ის, რომ ღმერთმა განსაზღვრა. ღმერთმა განსაზღვრა, რომ მისი განზრახვის სამებრ ჩვენ გადავრჩებოდით. ის საოცარია. მე ღმერთის ხელში ვარ, შენ უფლის ხელში ხარ. ამიტომ პეტრეს ეს მონაკვეთი ძალიან მნიშვნელოვანია. მე ბევრს საუბრობ ამაზე აქ, რადგან ეს არის მონაკვეთი, რომელიც ხაზს უსვამს მორწმუნეთა რჩეულობას. იესო ქრისტეს მორწმუნე ღმერთის რჩეულია. ეს დაფუძნებულია ღმერთის სუვერენულ ცოდნასა და მის საოცარ მადლზე. ღმერთის სუვერენულობა და მისი საოცარი მადლი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც იწყება ამგვარი ცოდნის მიღებას, შენი სულიერი თვალები ნათდება. შენ იწყებ მემკვიდრეობის სიმდიდრის, შენი ხსნისა და ღმერთის უსაფრთხოების გააზრებას. შენ აღარ გეშინია არც ერთი ეშმაკის, არ გეშინია ადამიანების, არ გეშინია ეკონომიკის, არაფრის არ გეშინია. შენ გაქვს ხელშეუხებელი და შეურდებელი პოზიცია, ის ვერ გატკდება. ანუ არის ურღვევი, მაბატიეთ, ურღვევი, წმინდა წერილის ცოდნის გამო.
მე საჭიროდ ვთვლი, რომ ბოლო სიტყვა თქვენს გულს დაუტოვო თავად მოციქულ პეტრესგან, სადაც ის ამბობს თავის მეორე ეპისტოლეში, მეორე წერილში. რადგან მისმა ღვთაებრივმა ძალამ მოგვანიჭა ყველაფერი, რაც სიცოცხლისა და ღვთისმოსაობისთვისაა საჭირო. ეს ღვთის ძალით მოხდა. ის ამბობს იმის სრული ცოდნით, ვინც თავისი დიდებითა და სათნოებით მოგვიწოდა. ქვით დიდება ხრეც. მან მოგვიწოდა თავისი დიდებისა და სათნოებისკენ. ეს მან, ქვით ხმამაღლა, ეს მან მოგვიწოდა თავისი დიდებისა და თავისი სათნოებისკენ. მაშ თუ ის არის ჩვენი მომწოდებელი საყვარელო, ვინ შეძლებს ჩვენს გამოტაცებას ღვთის ხელიდან? მან თქვა, ჩემი ხელიდან ვერავინ გამომიტაცებს. ნემათ მიუწევს საუკუნო სიცოცხლეს, ისინი მოისმენენ ჩემს ხმას, ჩემი ცხვრები. მან თქვა იოანეს 10:26-ში, თქვენ არ გწამთ, რადგან არ ხართ ჩემი ცხვრები. ნადირალიშო მერც რომ ზდომებოდა, ყველას გადაჩენა, ყველას გადაარჩენდა. ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, ვისაც სულს თქვა რომელთა მიმართ ეპისტოლეში, არ არის დამოკიდებული იმაზე, ვინც ეძებს, ვისაც უნდა, ეს დამოკიდებულია ღმერთზე, რომ გამოიჩინოს თავისი ცხალობა. და ღმერთი იჩეს თავის ცხალობას. ღმერთმა გიპოვა დღეს ტელეარხის საშუალებით, ღმერთმა გიპოვა ამ რეანიმაციულ განყოფილებაში, ამ ციხეში, ამ საავადმყოფოში, ამ კლინიკაში, იმ საშინელ სიტუაციაში, რომელშიც ცხოვრობ, ემოციურად, სიკვდილის განცდაც კი ქონია, ვირაც უხურებს გადაცემას და ამბობს, მე მინდა სიცოცხლეს დავასრულო, რადგან აღარ შემიძლია ცხოვრება. ახლა შენ იცი, რას ამბობს ბიბლია. მან თავისი დიდებისკენ მოგვიწოდა, ეს მან გააკეთა. არ არსებობს თავისუფალი ნება, საწერია ბიბლიაში. ბიბლიაში არ არსებობს გამოთქმა თავისუფალი ნება. იცოდით ეს? არ არსებობს. ადამიანები ხატაგებენ თავისუფალ ნებას, რომელიც ბიბლიაში არ არის. მან მოგვიწოდა ჩვენ. ეს უნდა მოვიდეს იმის სრული შემეცნებით, ვინც თავისი დიდებითა და სათნოებით მოგვიწოდა, რომლებითაც მოგვეცა მისი ძვირფასი და უდიდესი აღთქმანი, რათა მათით გახდეთ ღვთაებრივი ბუნების ზიარნი და დააღწიოთ თავი წუთის სოფელში არსებულ გულისთქმის მიერ ხრწნილებას. და ის ამბობს, სწორედ ამიტომ თქვენ მთელი თქვენი გულმოდგინება მოიკლიბეთ და თქვენს წმენას შემატეთ სათნოება, სათნოებას შემეცნება, შემეცნებას თავშეკავება, თავშეკავებას მოთმინება, მოთმინებას ღვთისმოსაობა, ღვთისმოსაობას ძმათმოყვარეობა, ხოლო ძმათმოყვარეობას სიყვარული. რადგან თუ ეს ყველაფერი თქვენშია და მრავლდება, არ იქნებით უმოქმედონი და უნაყოფონი ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შემეცნებაში. ანუ, როცა ჭეშმარიტებას ისმენ, უნაყოფო არ რჩები, ნაყოფის გამოღებას არ წყვეთ. სწორედ მან გიხმო თავისი დიდებისკენ. სწორედ მან დანიშნა ეს შეხვედრა. ჩვენი ეს შეხვედრა, აქ ბანდეირანტეში, რადიოში, სადაც მისმენ სოციალურ ქსელებში, ღვთის სრულყოფილი გეგმაა. მან თავისი დიდებისა და სათნოებისკენ გიხმოთ. ამიტომ ისეუმება გაფანტულებს რალაქტიკის წერტილს, შეხედეთ, მე ვარ ის, ვინც აგირჩიეთ. ის აგზავნის სიტყვას მსოფლიოს 4-ვე კუთხეში, რადგან ეს გადაცემა სხვა ენებზეც ითარგმნება. ის ამბობს, სწორედ მე აგირჩიე. სწორედ მე შევიწყავე. სწორედ მე შენ გიყვარე. სწორედ მე გაგამართლე. სწორედ მე გიხსნი მსჯავრისნან. არ არსებობს მსჯავრი. არავით არის მსჯავრი არ არის მათთვის, ვინც ქრისტე იესოშია. რადგან სიკვდილის სული მოშორდა ჩვენს ცხოვრებას, სიცოცხლის სული ჩვენშია. რა არის სიცოცხლის სული? სული წმინდა უფალი იესო ქრისტე. მირე ეს სიტყვა. გააცნობიერე, რომ წინასამცოდნეობა, რომელმაც ყველაფერი განსაზღვრა, ღვთის წინასამცოდნეობა. ასეც იყოს. ასე თქვა უფაულა. მადლობა ყველას, ვინც ეს ნახევარი საათი ჩემთან ერთად გაატარა. ღმერთის იმედი მაქვს, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ვლინდება შენს ცხოვრებაში. შენ ხარ ღვთის რჩეული მისი წინასწარმცოდნეობით, უფლის განსაზღვრებითა და სუვერენიტეტით. და გეუბნები ღვთის ანგელოზები გიცავენ. სადაც არ უნდა იარო, ანგელოზები გიცავენ. შენს წინააღმდეგ გამოჭედილი არცერთი იარავი ვერ გაიმარჯვებს. ჯოჯოჰეთის ვერცერთი სქემა თუ სტრატეგია ვერ დაძლევს შენს სიცოცხლეს. შენ გამარჯვებულზე მეტი ხარ. ის, ვინც შენშია, უფრო დიდია, ვიდრე ის, ვინც ამ ქვეყნიერებაშია. ბილი ჩახუტება ყველას. მადრიდე მშვიდობა იესოს სახელით, მოციქული მიგელ ანჯელო.
მაგლი და მშვიდობა.